ბრიუსელთან ერთად შეზღუდვები აამოქმედა მოლდოვამაც. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესია ის საერთაშორისო ღონისძიება, რომლის გაშუქების უფლებაც ოფიციალურმა კიშინეუმ სამ ქართულ ტელეკომპანიას არ მისცა. შესაბამისად, რუსთავი, ორი იმედი და პოზიტივი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ შეხვედრას ვერ გააშუქებენ. მოლდოვის საგარეო უწყებას სხდომაზე ქართული ტელემედიების არ დაშვების მიზეზებზე არაფერი უთქვამს. აკრედიტაციაზე უარი კონკრეტული განმარტებების გარეშე ტელევიზიების მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად ფასდება. მძიმეა ოფიციალური თბილისის რეაქცია. კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ხვალ გაიხსნება 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორისაა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მაკა ბოჭორიშვილი ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის გარდა ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. მოლდოვაში იმყოფება მოამბის გადამღები ჯგუფი ანა ბროლაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ანა, საღამო მშვიდობისა, ვიდრე უშუალოდ სესიის დღის წესრიგზე გადავალთ, ხომ არ არის შენთვის ცნობილი, რის საფუძველზე მიიღო მოლდოვამ სამი ქართული ტელეკომპანიის საერთაშორისო ღონისძიებაზე არ დაშვების გადაწყვეტილება? საღამო მშვიდობისა, ნიკა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ამ შემთხვევაში ოფიციალურ კიშინევს არანაირი დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია სამი მედია საშუალებისთვის უარის თქმასთან დაკავშირებით აკრედიტაციებზე. სულ 5-მა მაუწყებელმა მოვითხოვეთ ამ შემთხვევაში ნებართვა, რომ გაგვეშუქებინა ევროსაბჭოს რიგით 135 კომიტეტის ხდომა მინისტრების დონეზე. აქედან მხოლოდ 2-მა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აჭარის ტელევიზიამ მივიღეთ დასტური და სამმა არხმა, რუსთავი, ორმა იმედმა და პოზიტივი მიცის მაყურებელმა, რომ მიიღეს უარი ამ შემთხვევაში მოლდოვური მხარისგან, რომელიც არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ის ასრულებს თავმჯდომარეობას და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ღონისძიებაზე კონკრეტულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში თავმჯდომარე ქვეყანამ უარი უთხრა მედია საშუალებებს აკრედიტაციის გაცემაზე და როდესაც კოლეგები ცდილობდნენ მიზეზების გარკვევას, რა გახდა მათთვის უარის თქმის საფუძველი, დამატებითი განმარტებები ამ შემთხვევაში მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვერ მიიღეს, რომელიც იყო ამ შემთხვევაში საორგანიზაციო უწყება ამ ღონისძიებისა. რაც შეეხება თავად ამ მედია საშუალებებს, ისინი ბუნებრივია გადაწყვეტილებას ოფიციალური კიშინევის მხრიდან მიიჩნევენ როგორც მათი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად და შეზღუდვად. თავად ქვეყანამ კი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება აღიქვა როგორც გადაწყვეტილება ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული და იმ ხაზის გაგრძელება, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც კეთდებოდა თბილისში, იყო საკმაოდ მწვავე ოფიციალური კიშინევის მიმართ. მოლდოვისგან სიმართლე მე არ მიკურს, იმიტომ რომ მოლდოვაში ზოგადად მედიის შეზღუდვა ეს ფაქტი არის, თვითონ შიდა მოლდოვურ მედიის შეზღუდვა, რამდენიმე მედია ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან რა თქმა უნდა ეს გამართლებას პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პრორუსული. მარტივია, მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას, მიაკერებ იარლიყს. ვინ არის შენი გამკითხავი ხა მოლდოვის პრეზიდენტს, ვინ გაკითხავს ტარს უკრავენ თითქოს იტყვის, რომ ამას დახჭობა, ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. არ არის არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის, არანაირი აქვია ინსტანცია, რომელიც ამას გადაწყვეტს, მიაწებებენ იარლიხს, ვისაც რა უნდა, ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს მოლდოვაში, ერთი კრიტიკული სიტყვა არის მის, რატო არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს, იმიტომ როცა დაჭირდებათ, ეტყვიან, რომ შენ უნდა საქართველოს ეხლა გააკეთო განცხადება და გახსოვთ 4 ოქტომბერს მაია სანდუმ ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას საქართველოში. მოლდოვისგან გასაგებია, ჩვენ ხედავდით როგორ შემცირდა, რომ პირდაპირ ხდებოდა პრეზიდენტის მიერ აკრძალვა მედიის წარმომადგენლების მოლდოვაში, პირდაპირ ასე უაპელაციოდ სასამართლოდ ყველანაირი გადაწყვეტილების თუ სასამართლო კონტროლის გარეშე, ეს ერთი და მეორე, ეს ჩვენი გადმოსახედიდან პოლიტიკურ შეფასებებს თუ გავაკეთებთ, ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ გააჩუმონ მედიები, არ მისცენ მედიებს შესაძლებლობა, სულ ცოტა არ მისცენ მათ თავისუფლად ფუნქციონირების და ოპერირების შესაძლებლობა. ამიტომ ამ ხრივ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი ძალისხმევა.
რაც შეეხება თავად ღონისძიებას, დღეს დაიწყება ასე ვთქვათ 135 მინისტერიალის არაფორმალური ნაწილი, მოდი ასე ვთქვათ, დელეგაციებს უმასპინძლებს ამ შემთხვევაში მოლდოვის ხელისუფლება და უკვე ხვალდილიდან აიღებს სტარტს სამუშაო პლენარული სხდომა. ყოველთვის თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას 6 თვის ვადაში, განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში მოლდოვისთვის არის 3 პრიორიტეტული საკითხი, რომელზეც მუშაობდა ორგანიზაციის ფარგლებში ქვეყანა და წევრი სახელმწიფოები. ეს არის უკრაინის დახმარება ომის შემდგომ რეკონსტრუქციის პროცესში და მისი გაძლიერება, ასევე მიგრანტების საკითხი, რომელიც აღმოჩნდა კიშინიოვისთვის მნიშვნელოვანი და მანიპულაციასთან, ინფორმაციით მანიპულაციასთან და უცხოურ ჩარევებთან ბრძოლა. ეს არის საკითხები, რომელზეც იმშელებენ ხვალ კიშინიოვში ჩამოსული ქვეყნები. 40-ზე მეტი დელეგაცია, მათ შორის 20-ზე მეტ საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდება ამ შემთხვევაში ქვეყანა ღონისძიების ფარგლებში. ბუნებრივია გენერალურ მდივანსაც ალან ბერსეცაც, რომელიც იქნება წარმოდგენილი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში. მას ექნება შესაძლებლობა, რომ სიტყვით მიმართოს ღონისძიების ფარგლებში შეკრებილ სტუმრებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფორმატი ევროსაბჭოს მინისტერიალების არის ამგვარი, რომ გახსნითი სხდომების და სიტყვების შემდგომ იხურება პანელები და უკვე შიდა დახურულ ფორმატში წარიმართება დისკუსიები, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული მხარე გამოითხოვს, ასე ვთქვათ, ევროსაბჭოს სამდივნოსგან ოფიციალურ მიმართვას, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში მაკა ბოჭორიშვილის სიტყვის მთავარი აქცენტები. ჩვენ ვესაუბრეთ ევროსაბჭოში საქართველოს ელჩს აწილოსას, რომელმაც გითხრა, რომ ისევე როგორც ყველა საერთაშორისო პლატფორმას ამ ღონისძიებასაც ქართული მხარე გამოიყენებს მისთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე სასაუბროდ. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქცენტს გააკეთებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღეს აქტუალურია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე სწორად პოზიციონირებისთვის. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესმება უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხებს, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის მიგრაცია და მნიშვნელოვანი არის საგარეო ჩარევის და ინფორმაციით მანიპულაციის საკითხებთან დაკავშირებული თემების წამოწევა. ევროსაბჭოს მინისტერიალი ყოველთვის განსაზღვრავს იმ დღის წესრიგს, რომელიც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნებისთვის და ასევე შეხვედრების ჩატარდება ორმხრივ ფორმატებში ჩვენი მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან და შეხვედრების ფარგლებში დადგება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო პარტნიორის გრძელვადიან თანამშრომლობას ჩვენს მეგობრებთან. ევროსაბჭოში საქართველოს ელჩმა გითხრა, რომ ქართველი დიპლომატი ამ ღონისძიებას ასევე გამოიყენებს ორმხრივი შეხვედრებისთვის. საინტერესოა, ვის შეხვდება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ერთ-ერთი იქნება სავარაუდოდ უკრაინელი კოლეგა ანდრეი სიბიგამ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მიმდინარეობისას დაადასტურა, რომ მას ექნებოდა კიშინიოვში კომუნიკაცია და შეხვედრა ქართულ კოლეგასთან. ბოლო პერიოდში ქართულ-უკრაინული დაპაუზებული ურთიერთობების შემდგომ, როდესაც უკრაინულმა მხარემ გადადგა ნაბიჯები და პირველი ასეთი შეხვედრა შედგა რამდენიმე დღის წინ ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ქვეყნის პრეზიდენტს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ამის შემდგომ უკვე დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელებს ჰქონდათ კომუნიკაცია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა ზარი მიიღო უკრაინელი კოლეგისგან და ახლა უკვე შედგება რიგი შემდგომი შეხვედრა უშუალოდ კიშინიოვში. ხვალ ასევე შედგება სხვა ტიპის აუდიენციები, მსგავსი ტიპის ფორმატები იძლევა შესაძლებლობებს, რომ მინისტრებს ორმხრივ ფორმატში ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და განიხილონ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, როგორც აღნიშნე, ხვალ დილით დაიწყება სამუშაო პლენარული სხდომა და მოვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებს მოლდოვის თავმჯდომარეობის ფარგლებში და ამის შემდგომ უკვე ქვეყანა მონაკოს გადააბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას. მადლობა, კიშინეუდან ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.